მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ გიორგი ჯავახაძე. ჩვენ ვიწყებთ საუბრების ციკლს ქართულ ლიტერატურაზე. ჩვენი საუბრები ჩვენ დავყავით ძირითადად 4 რუბრიკად. ეს იქნება ვეფხისტყაოსნის სამყარო. ასევე ჩვენს საუბრებში იქნება რუბრიკა ცალკე გალაქტიონისათვის, რომელსაც ჩვენ პირობითი სახელი დავარქვით არტისტული ყვავილები, რადგან მოგეხსენებათ გალაქტიონის მეორე კრებულს 1919 წელს გამოსულ კრებულს ასე ეწოდება თავის ქალა არტისტული ყვავილებით და ეს არის ქართული ლირიკული პოეზიის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი. ასევე ჩვენ გვექნება რუბრიკა ქართული ლიტერატურის ისტორია, სახელწოდებით უწყვეტი ტექსტი, რადგან მიგვაჩნია რომ ქართული ლიტერატურა ეს არის 16 საუკუნოვანი უწყვეტი მთლიანობა და ასევე იმოქმედებს რუბრიკა ლიტერატურის თეორია, რომელშიც ჩვენ ვისაუბრებთ ლიტერატურულ მიმდინარეობებზე, ჟანრებზე და ლიტერატურის ქმნადობის პროცესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე. ჩვენი დღევანდელი გადაცემა ეძღვნება რუბრიკას არტისტული ყვავილები, ესე იგი ჩვენ ვსაუბრობთ გალაქტიონზე, გალაქტიონის პოეზიაზე და კონკრეტულად გალაქტიონის ერთ ძალიან უცნაურ ლექსზე, რომელიც დაწერილია 1922 წელს, თუ ეს თარიღი მართებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ვიცით ჩვენ რომ გალაქტიონი ძალიან ხშირად თარიღებს სპეციალურად უცვლიდა ხოლმე ლექსებს. გალაქტიონი სიმბოლისტი პოეტია, ჩვენ დღეს ახლა აი ამ პოსტულატზეც ვისაუბრებთ, რას ნიშნავს ეს ფრაზა, რომ გალაქტიონი სიმბოლისტი პოეტია, რადგან ქართულ მეცნიერებაში ძალიან ბევრგან სამეცნიერო ლიტერატურა იქნება ეს სტატიები გალაქტიონის შესახებ თუ უბრალო საუბრებშიც ძალიან ხშირად აღინიშნება ის, რომ გალაქტიონის სიმბოლისტი პოეტია, ამაზე რასაკვირველი არავინ არ დაობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ მოგვიწევს იმის გააზრება, თუ საერთოდ რას მოიაზრებს როგორც სიმბოლიზმი ცალკეულად, ასევე გალაქტიონი როგორც სიმბოლისტი პოეტი. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ ტექსტს, ესე იგი როგორც მე უკვე თქვენ გითხარით, ეს ტექსტი თარიღი ამ ტექსტს აქვს 1922 წელი პოეტის არქივში. ლექსი ასეთია: დგება თეთრი დღეები, რიდეების სეზონი, გაჩნდნენ ორხიდეები, ყოვლადუმი ლაჟვარდების კიდეო დაბურულო ზმანებით, ლურჯო მონტევიდეო ვიწრო ხელთათმანებით, სულ შინისლის ტბებია და ქაოსის მხატვარი, სადაც ვეღარ თმებიან ფრთები ამ კათათვარი. ერთი შეხედვით ადამიანი, რომელიც პირველად მოისმენს ამ ლექსს, შეიძლება დაეუფლოს განცდა, უпростоრად პირველი წაკითხვით ალბათ არც არავით არ განცდა არ დაგეუფლება, იმდენად ესე იგი დისოციაციური სახეების ერთიანობა დაგიდგება თვალწინ, ხო? განსაკუთრებით მონტევიდეო, ესე იგი უშორესი ქალაქი, ლურჯი მონტევიდეო, ფერი აქვს ამ ქალაქს გალაქტიონის ამ ლექსში მინიჭებული, რომელიც თან არის წარმოდგენილი ვიწრო ხელთათმანებით. საერთოდაც ახლა ამ სახეზე ცალკე რასაკვირველია ჩვენ ვისაუბრებთ, მაგრამ სანამ დავიწყეთ საუბარს, მე მინდა ერთი ამბავი გავიხსენო. პირველად როცა ეს ლექსი წავიკითხე, გამახსენდა ჩემი ბავშვობის ერთი ემოცია. სულ პატარა ბიჭი რომ ვიყავი, მამამ მიყიდა წიგნი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია, ენციკლოპედია მსოფლიო ჩემპიონატების შესახებ. მაშინ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყო გამართული 2006 წელს და იმ წელს გამოვიდა ეს წიგნი და ვიყიდეთ. მე ხშირად ვათვალიერებდი ამ წიგნს, რადგან ჩემს ბავშვობაში მე, როგორც ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი, გახლდით ბრაზილიის ნაკრების გულმხურვალე გულშემატკივარი და განსაკუთრებით ვათვალიერებდი ხოლმე იმ გვერდებს, სადაც საუბარი იყო აი იმ ძველ ბრაზილიაზე, რომელიც აღწევდა უპირობო წარმატებებს მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ესე იგი ძველ გვერდებს ვათვალიერებდი განსაკუთრებით და ამ წიგნში მე ამოვიკითხე, რომ პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა 1930 წელს. ეს ხო იმდენად შორეული თარიღი იყო მაშინდელი ახალგაზრდისათვის, რომ ბაბუა ჩემი სასაკიდან ვითვლიდი ხოლმე, რომ ესე იგი ბაბუა დაბადებული იყო 1934 წელს და ესე იგი მსოფლიოს ჩემპიონატი ბაბუა ჩემზე უფროსი იყო ჩემთვის. ესე იგი ეს იყო ძალიან შორეული ისტორია კაცობრიობისა მაშინ. და იქ წავიკითხე, რომ თურმე პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა 1930 წელს ურუგვაიში. არ მახსოვს ვიცოდი თუ არა მაშინ ურუგვაი სად იყო
და ეწერა, რომ პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში. და მაშინ ბიჭისთვის, რომლისთვისაც სამყაროს ცენტრი არ შორდებოდა საქართველოს და მით უმეტეს არ შორდებოდა ქუთაისს, მონტევიდეო იყო ძალიან შორეული და რაღაც სასწაული მითიური ადგილივით და წარმომედგინა, რომ მონტევიდეოში ადამიანები კი არ ცხოვრობდნენ, არამედ იყვნენ ქანდაკებები. რატომღაც ასეთი წარმოდგენა მქონდა აი ამ შორეულ ქალაქზე. და ალბათ სწორედ ამ ჩემ ბავშვობის ეს წარმოუდგენელი ფანტაზია, ჩემი ასოციაციები მონტევიდეოზე გახდა იმის მიზეზი, რომ მე ეს ლექსი ძალიან შემიყვარდა. გალაქტიონის ეს ლექსი ძალიან შემიყვარდა. ესე იგი, მე თქვა როგორც გითხარ, ჩვენ საუბარი უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ გალაქტიონი არის სიმბოლისტი პოეტი. რას მოიაზრებს ეს, რომ გალაქტიონი არის სიმბოლისტი პოეტი? გალაქტიონი არა უბრალოდ სიმბოლისტი პოეტი, არამედ გალაქტიონი არის ქართულ პოეზიაში ყველაზე სიმბოლისტი ავტორი. ქართულ ლიტერატურაში ცალკე დაჯგუფება არსებობდა სიმბოლისტებისა, გალაქტიონი მათი დეკლარირებული წევრი არასოდეს არ ყოფილა, მაგრამ გვერდიგვერდ რო დავდოთ ქართველი სიმბოლისტების ნამუშევრები და გალაქტიონის ნამუშევრები, მარტივად შევამჩნევთ, რომ ვინ გახდებოდა ჩემპიონი სიმბოლიზმში. სიმბოლიზმი ეს არის ისეთი ტიპის ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც სავსებით განსხვავდება მისი სხვა წარმომადგენლებისაგან, ესე იგი სხვა ლიტერატურული მიმდინარეობებისაგან. ახლა რითი განსხვავდება სიმბოლიზმი სხვა ლიტერატურული მიმდინარეობებისაგან? საერთოდ ლიტერატურული მიმდინარეობა შეიმეცნება ამ ლიტერატურულ მიმდინარეობაში არსებული მხატვრული სახეების ერთიანობით, ამ მხატვრული სახეების მსგავსებით და ამ მხატვრულ სახეთა განსხვავებით იქამდე არსებული მხატვრული სახეებისგან და ეს რომელიმე ეპოქაში მხატვრული სახეები ამა თუ იმ ავტორების სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ავტორების მხატვრული სახეები და შემოქმედებითი პროცესები ერთმანეთს ემსგავსება, აი აქ მეცნიერება ასკვნის, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ახალ ლიტერატურულ მიმდინარეობასთან. ლიტერატურული მიმდინარეობები არ არის ოდენ სახელოვნებო საქმე ზოგადად. რადგან აი ესა თუ ის მიმდინარეობა, მაგალითად რომანტიზმი იქნება, ეს სენტიმენტალიზმი იქნება, ეს იქამდე უფრო ადრეული რენესანსული აზროვნება იქნება, ეს თუ შუა საუკუნეების ქრისტიანული სქოლასტიკა, ანტიკური მითოლოგიური აზროვნება, ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ სახელოვნებო დარგები, ასე ვთქვათ. ხელოვნებაზე უფრო ადრე ნებისმიერ ლიტერატურული მიმდინარეობის აზროვნების პროცესი ჯერ იმკვიდრებს თავს საზოგადოებრივ პროცესში. ესე იგი, ჯერ ცნობიერება ადამიანების, ესე იგი კოლექტიური ცნობიერება, სოციოლოგიის შესწავლის საგანი, კოლექტიური ცნობიერება იწყებს აზროვნებას იმ პრიზმებით, რომელიც მოაქვს ახალ ეპოქას, ახალ დროებას, რაღაც დიდ პოლიტიკურ, ისტორიულ თუ კულტურულ ცვლილებას, ამა თუ იმ წერტილში სამყაროსი და მერე აი ეს კოლექტიური აზროვნების ფორმა აჩენს მოთხოვნას იმისას, რომ ეს ყველაფერი მერე აისახოს ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ზოგადად ხელოვნებაში, არა მხოლოდ ლიტერატურაში და რა თქმა უნდა, ასე ჩნდება ლიტერატურული მიმდინარეობები. აი მაგალითად, რო ავიღოთ სიტყვაზე ვთქვათ რომანტიზმი როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა და მისი უზოგადესი მაგალითად გამოვლინება აწმყოს უარმყოფელი ნარატივი, ასე ვთქვათ, არ დაბადებულა მხოლოდ ბაირონის და გოეთეს ან ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიაში, არამედ ჯერ ეს დაიბადა საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ სამყაროში, როდესაც ადამიანებმა ჩათვალეს, რომ რევოლუცია მოხდა, მათ მსხვერპლი გაიღეს რევოლუციისათვის, მაგრამ რევოლუციაც არ გახდა საკმარისი იმ იდეალების მისაღწევად, რაც მათ წარმოედგინათ, რომ სამყაროში უნდა არსებობდეს, ესე იგი საფრანგეთის რევოლუციის მთავარი არსი მდგომარეობდა თანასწორობის მოპოვებაში, მაგრამ ერთი რევოლუციით ეს თანასწორობა არ გახდა
ფაქტი ვერ მიიღწა, ასე ვთქვათ, ერთი რევოლუციით და სწორედ აი ეს სევდა საფრანგეთის რევოლუციის შემდგომი სევდა მერე მოსავდა მთელ ევროპულ აზროვნებას და ამან წარმოშვა რომანტიზმი, რომანტიკული აზროვნება, რომელიც სათავეს იღებს სიტყვიდან რომანს, ესე იგი წარმოსახვა, ესე იგი წარმოსახული სამყარო, ესე იგი ის სამყარო, რომელიც ადამიანებს წარმოედგინათ, რომ რევოლუციის შემდეგ დედამიწაზე უნდა განხორციელებულიყო, ვერ განხორციელდა და ამიტომ შეიძლება განხორციელდეს იგი წარმოსახვაში. ესე იგი წარმოსახვაში განხორციელდეს ნიშნავს იმას, რომ ის რეალობაში არ არსებობს და ამიტომ რეალობის უარმყოფელი რეალობის უარმყოფელ ფორმად ჩამოყალიბდა უპირველესად დაუშვათ რომანტიზმი, ხო? ლიტერატურული მიმდინარეობა, სიმბოლიზმი ასე სრულიად თავისი სახით არ წარმოადგენს მთლად საზოგადოებრივი აზროვნების ისეთ აბსოლუტურ ნიმუშს, როგორც დაუშვათ რომანტიზმის შემთხვევაში. რადგან სიმბოლიზმი ეს არის აზროვნების ხელოვნებაში აზროვნების ისეთი მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს აღსანიშნავსა და აღნიშნულს შორის გარკვეულ განსხვავებულ ურთიერთობას, ვიდრე არსებობდა იქამდე. ვიდრე არსებობდა იქამდელ ხელოვნებაში, ლიტერატურაში და პოეზიაში. აღსანიშნი და აღნიშნული ეს არის სიტყვა, რომლითაც ჩვენ აღნიშნავთ ნებისმიერ საგანს და აღსანიშნი და აღნიშნული ენაში, ასე ვთქვათ, ესე ადამიანურ ენაში, ყოველდღიურ საკომუნიკაციო ენაში ძალიან ახლოს არის და უნდა იყოს ახლოს ერთმანეთთან. თუ აღსანიშნი და აღნიშნული ერთმანეთს შორდება, ამას ჩვენ ვუწოდებთ მეტაფორულ მეტყველებას, რიტორიკულ მეტყველებას, გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამ მეტყველებას და ასეთი ფაქტები ლიტერატურაში მრავალია, ყოველდღიურ მეტყველებაშიც მრავალია, ყოველდღიურ მეტყველებაში ჩვენ ადამიანები მიმართავთ ხშირად იუმორს და აი მაგალითად იუმორიც არის გარკვეულწილად მეტაფორული მეტყველებისა და გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი წინადადებები. მაგალითად ლიტერატურაში ჩვენ გვაქვს უძველესი ჟანრი, საერთოდ მცირე ჟანრი, ეს არის იგავი, რომელიც თავიდან ბოლომდე დამყარებულია გადატანითი მნიშვნელობით საუბართან, რადგან პირველი იგავები რა საკითხებსაც მიემართებოდა, იმ საკითხებზე პირდაპირ საუბარი არ იყო ხოლმე შესაძლებელი. იგავები ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე ხშირად გვხვდება ბიბლიაში, ასე იგი სახარებაში, როდესაც ქრისტე სულ იგავებით ესაუბრება ასე ვთქვათ ადამიანებს და როცა ეკითხებიან თუ რატომ საუბრობ იგავებით, იგი პასუხობს, რომ ღვთაებრივი ჭეშმარიტების პირდაპირ განცხადება ადამიანისათვის არ არის სასურველი, ასე ვთქვათ. ესე იგი, იგავი არის რაღაც უფრო დაფარულით ძალიან დიდი ჭეშმარიტების განცხადების გზა. როდესაც აღსანიშნავი და აღნიშნული ერთმანეთს შორდება, აი აქ იწყება ხელოვნება, აქ იწყება ისეთი პროცესი, რომელიც ქმნის ლიტერატურულ ნაწარმოებს, რომელიც ქმნის რეალობის მხატვრული ასახვის მოდელებს. სიმბოლიზმი არის აღსანიშნავ და აღნიშნულს შორის განსხვავებული ურთიერთობის ყველაზე მაღალი რეგისტრები. ესე იგი, თუ სიტყვაზე ვთქვათ, ალეგორიაში არის ასე, რომ მე ვამბობ დათვი და ვგულისხმობ იგავარაკში ესე იგი, ხომ? თუ თქვი, რომ დათვი არის მაგალითად ხარბი და უსამართლო, ამ დათვში მე ვიგულისხმებ მაგალითად მეფეს და აი ამითი მე თან თავს ავარიდებ იმას, რომ მეფე არ გამიბრაზდეს და თანაც ასე ვთქვათ, ვიტყვი იმ სათქმელს, რაც მინდა რომ ვთქვა. და ამ შემთხვევაში, ესე იგი, დათვი როგორც აღნიშნელი აღნიშნავს მეფეს და აღსანიშნი იქნება მეფე. აქ განსხვავება არსებობს აღსანიშნავსა და აღნიშნულს შორის, თუმცა ესე იგი ისინი თან ერთმანეთსაც თან ხვდებიან. ახლა რა არის სიმბოლიზმი? სიმბოლიზმში გვაქვს ასეთი რაღაცა. აღსანიშნი, რომელიც უნდა აღინიშნოს სიტყვით, გაცილებით უნდა აღემატებოდეს თავის აღნიშნულს. ანუ კი აღარ უნდა იყოს დათვი და მეფე. არამედ უნდა იყოს უბრალო ქალის სახე, რომელიც აღნიშნავს ყველაზე მნიშვნელოვან ქალს.
ამის მაგალითი ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია გალაქტიონის პოეზიაში თითი გავიშვიროთ და ხელი დავადოთ ამის ფაქტს გალაქტიონის პოეზიაში. გალაქტიონს აქვს ყველასთვის საყვარელი ლექსი მერი, რომელიც მიჩნეულია საზოგადოებაში, რომ დაწერილი არის გალაქტიონის ნაცნობ ქალზე, ესე იგი, მის ერთ-ერთ სიყვარულზე, როგორც ამბობენ, მერი შერვაშიძეზე. მაგრამ ახლა ჩვენ სიმბოლისტ პოეტთან გვაქვს საქმე, ჩვენ უნდა ვეძებოთ აი ამ ქალის მიღმა ვიღაც სხვა ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი. ვინ არის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი? ახლა ჩვენ დავინახავთ ამას. ლექსში მერი წერია სიტყვები აფეთქებული და მოცახცახე იწოდა ნათელ ალთა კრებული. აფეთქებული და მოცახცახე ნათელ ალთა კრებული, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ეკლესიაში და ჯვრისწერის პროცესს, ჯვრისწერის საიდუმლოს ვუყურებთ და ვესწრებით, აფეთქებული და მოცახცახე ნათელ ალთა კრებული, ესენი არიან სანთლები. მაგრამ მერე ეს ლექსი ასე გრძელდება. თუმცა სანთელზე უფრო იდუმალ იყო ეგსახე გაფითრებული. ესე იგი, ტაძარში, სადაც აფეთქებული და მოცახცახე ნათელ ალთა კრებულები, ესე იგი, ანგელოზების სიმბოლოები დალიცლიცებენ და დაფრინავენ, არის რაღაც, რაც უფრო განათებულია, ვიდრე თავად ნათელ ალთა კრებულები. და გალაქტიონი პირდაპირ ადგილს გვაჩვენებს, რა ადგილია ტაძარში ყველაზე განათებული, ესე იგი, ყველაზე მეტი ყურადღება ჩვენ რას უნდა მივაქციოთ, სცენაზე რა ადგილია განათებული, ეს არის იწოდა ტაძრის გუმბათი კალთა. ტაძრის გუმბათის კალთა გახლავთ სწორედ ის ადგილი, სადაც ტაძარში ყველაზე ხშირად გამოხატული არის ღვთისმშობლის ფრესკა ყრმა იესოთი ხელში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვასკვნით, რომ ამ ლექსის იმიჯი, ამ ლექსის სახე და იკონოგრაფია არის რასაკვირველია ღვთისმშობლის სახე და ბოლოს და ბოლოს ლექსსაც ქვია მერი, ანუ მარიამი ლათინურად. სხვათა შორის გალაქტიონს ამ ლექსის პირველი ვარიანტი 1915 წელს თუ თარიღი არ მეშლება, გაზეთ თეატრსა და ცხოვრებაში ასეთივე ლათინური ტრანსკრიფციით აქვს დაბეჭდილი, რაც გვარწმუნებს იმაში, რომ გალაქტიონს ნამდვილად სურს, რომ ჩვენ დავინახოთ მის აი ამ ლექსში, რომელშიც ერთგვარად საზოგადოება მიიჩნევს, რომ შექებულია მერი შერვაშიძე, შექებულია თურმე სინამდვილეში ღვთისმშობელი. აი ეს არის სიმბოლიზმი. აი ეს არის ნამდვილი სიმბოლიზმი, როდესაც უბრალო ქალის სახელი სინამდვილეში მის უკან ფარავს ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის სახელს, ხატებასა და მნიშვნელობას. სიმბოლიზმის შესახებ გალაქტიონის ერთ-ერთი საყვარელი ფრანგი პოეტი ვერლენი ამბობდა ასეთ რამეს, რომ სიმბოლიზმი ეს არ არის განსხვავებით იქამდე არსებული ხელოვნებისაგან რეალობის მთლიანი სურათი. სიმბოლიზმი ეს არის ნიუანსები, ამბობდა ვერლენი. აქვე შეგვიძლია ჩვენ კიდე გავიხსენოთ მაგალითად რაინერ მარია რილკე, რომელიც ამბობდა, რომ ყველაზე არაპოეტური არის, როდესაც პოეტი ამბობს, ეს არის ძაღლი, ეს კი არის სახლი, ეს არის დასასრული, ეს არის დასაწყისი, ეს არის დასასრული. აი ესო ყველაზე არაპოეტური ქმედებაო, ამბობდა რაინერ მარია რილკე. ამ ორი სიმბოლისტის სიტყვებიდან ჩვენ უნდა დავადგინოთ, რომ სიმბოლისტური იმიჯები არის ის იმიჯები, რომლებიც სრულიად არ არიან წარმოდგენილი ჩვენ თვალწინ. იმიჯები და სახეები, ხატები, ხატრული ფორმები, რომლებიც რეალობას მთლიანად კი არ აღწერენ, არამედ აღწერენ რეალობის ნიუანსებს და ასე იგი ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებს, ასე ვთქვათ და ჩვენ ესე იგი უნდა დავინახოთ ეს ნიუანსები, შევნიშნოთ და მე ჩვენ თავად ამ ნიუანსებზე უნდა ავაშენოთ ის რეალობები, რომლებზეც პოეტები გვესაუბრებიან.
ეს საერთოდ ხელოვნების გასაღებია, მე-20 საუკუნის ხელოვნების გასაღებია, იმიტომ რომ ამ პერიოდის მე-19-მე-20 საუკუნის ხელოვნების სხვა დარგებსაც რომ გადავხედოთ, მაგალითად შევხედოთ იმპრესიონიზმს, ექსპრესიონიზმს, კუბიზმს, იქაც ჩვენ დავინახავთ იმას, რომ რეალობა აღარ იხატება ისეთივე სრული და სრულყოფილი სახით, როგორც ეს მაგალითად ჩვენ გვაქვს რენესანსის ან ბაროკოს მხატვრობაში, არამედ რეალობა დახატულია პატარ-პატარა მთავარი ნიუანსებით და საერთოდაც მხატვრებს რო შეეკითხო, მხატვრობა ის არის, რაც არ იხატება და არა ის, რაც გამოიხატება ფუნჯით, ფერით ან დაუშვათ იმ მედიუმით, რომლითაც მხატვარი მუშაობს. აი ასეთ სახესთან გვაქვს ჩვენ საქმე, როდესაც სიმბოლისტურ პოეზიას მივადგებით. რაში გამოვლინდა გალაქტიონის ყველაზე სიმბოლისტური აზროვნება? გალაქტიონის ყველაზე სიმბოლისტური აზროვნება რასაკვირველია გამოვლინდა მის მთავარ პოეტურ კრებულში თავის ქალა არტისტული ყვავილებით. სათაური თავად წარმოადგენს სიმბოლოს, რადგან თავის ქალა არის სიკვდილის სიმბოლო, ხოლო არტისტული ყვავილები, ხელოვნების ყვავილები, როგორც დაუშვათ მეორენაირად მიუთითებენ ხოლმე, იმიტომ რომ ეს ამ კრებულის სათაური ფრანგულად შეურჩია გალაქტიონმა, Crown of Law artistic ქვია ამ კრებულს ორიგინალში, ასე ვთქვათ, ხოლო მე ამის თარგმანს წარმოადგენს თავის ქალა არტისტული ყვავილებით. სურა კიკნაძე სხვათა შორის ემხრობოდა, რომ ეს სათაური ყოველთვის ფრანგულად უნდა გამოითქვას და საერთოდ არ არის საჭირო მისი თარგმანი, რადგან არტისტული ყვავილები ქართულ თარგმანში არ გამოხატავს თავიდან ბოლომდე იმ არსს, რომელიც მასში გალაქტიონმა ჩადო, როცა ფრანგულად შეურჩია ეს სათაური. ეს კრებული არის გალაქტიონის პოეზიის ყველაზე დიდი სიმბოლისტური სამყარო, რომელშიც იგი ჩვენ გვეუბნება, რომ ამ კრებულის ლირიკული გმირი და ამ კრებულს ყავს ლირიკული გმირი, რომელიც ასე მარტივად შესამეცნებელი არ არის, სახელის დარქმევა მისთვის ისეთივე რთულია, როგორც ძველაღთმისეული ღმერთისათვის, მაგრამ ეს კრებული თუ მას აიღებ და ასე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე რამდენჯერმე წაიკითხავ, იგრძნობ, რომ აქ რაღაც საერთო ხაზი არსებობს და ეს კრებული გარკვეულად ატარებს აი რომანული თხრობის მანერას იმასთან დაკავშირებით, რომ აქ რაღაც ერთი ამბავია მოყოლილი, ან ერთი ადამიანის ბევრი ამბავია მოყოლილი, მაგრამ ეს საერთო ნიუანსი ამ კრებულში ნამდვილად იგრძნობა. რა არის ამ კრებულის ლირიკული გმირის მთავარი სულიერი განწყობა? ამ კრებულის ლირიკული გმირის მთავარი სულიერი განწყობა ეს არის ის, რომ მას თავის ქალა და არტისტული ყვავილები, ესე იგი, სიკვდილი და სიცოცხლე ერთდროულად აქვს გააზრებული. ისე კი არა, რომ სიცოცხლის შემდეგ არის სიკვდილი, როგორც ამას ყველა ადამიანი ვიაზრებთ, არა, არამედ სიკვდილისა და სიცოცხლის ფაქტობრივი თანაარსებობა. ესე იგი, არსებობა ეს არის სიკვდილი და სიცოცხლე ერთად. თუმცა გალაქტიონი ერთგან ამბობს არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა. აი ეს რაღაც სხვა მდგომარეობა არის კიდევ ალბათ პოეზია და პოეტად ყოფნა საერთოდ და ალბათ სიმბოლისტ პოეტად ყოფნა განსაკუთრებით. ხო, ასე აქედან გამომდინარე, ესე იგი არტისტული ყვავილები, როგორც სიცოცხლე, წარმოადგენს ძალიან დიდ სიმბოლოს. სიცოცხლის მთავარი სიმბოლო, ესე იგი არტისტული ყვავილები. თუ არტისტული ყვავილები და ყვავილები საერთოდ, ხელოვნების ყვავილები, ანუ პოეზია, ანუ ესე იგი ლექსები, ასე ვთქვათ, თუ არის სიცოცხლე, ესე იგი როგორც ყველა სიცოცხლე, ის კვდება. და ეს კრებული იწყება, ასე ვთქვათ,
პოეზიისთვის მთავარი ასპექტის, მთავარი განძის, ასე ვთქვათ, ესე იგი მშვენიერების კვდომის პროცესით. ეს კრებული, ესე იგი არტისტული ყვავილები იწყება სიტყვებით, პირველი ლექსი არის შემოდგომა უმანკო ჩასახების მამათა სავანეში, პირველი სიტყვა არის შემოდგომა, ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, რადგან შემოდგომა არის ის პერიოდი, როდესაც ყვავილები მოკვდებიან, არტისტული ყვავილები მოკვდებიან, თუ არტისტული ყვავილები მოკვდებიან, ესე იგი მოკვდება პოეზია, ესე იგი მოკვდება მშვენიერება და დარჩება მხოლოდ ამ მშვენიერების სევდა. ამ მშვენიერების აღარ არსებობის სევდა, ესე იგი პოეზია. აქვე მინდა გითხრათ ასეთი რამ, რომ თავად ქართულად, ასე ვთქვათ, ხომ? ჩვენ პოეტს შეურჩიეთ სიტყვა მგოსანი და მგამა ქართულად ნიშნავს ხმით ტირილს, მოთქმას, გლოვას, ასე ვთქვათ. ესე იგი, პოეტები საქართველოში ისინი კი არ არიან მხოლოდ ვინც რიტმული ნაკადის ლექსებს ქმნის, არამედ არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც ძალიან დიდზე მოთქვამენ და გოდებენ და რაღაც ძალიან დიდს გლოვობენ და ეს ძალიან დიდი არის სწორედ ის მშვენიერების მარად სიკვდილისა და დაბადების პროცესი. და ეს ლექსი, არტისტული ყვავილების პირველი ლექსი, შემოდგომა უმანკო ჩასახების მამათა სავანეში, იწყება სიტყვებით ამ მაისს ამივნის სამივლის, გადირეკს ნოემბრის ბაღები, ხურვალებ ნებები გამივლის, სასახლის ჩაქრება ჭაღები. გალაკტიონის პოეზიაში არ არის რთული მისახვედრი ის თუ რას წარმოადგენს პოეზია, რადგან გალაკტიონი თვითონ გვეუბნება, რომ ის არის მეფე, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები, ეს არის მისი, ესე ვთქვათ, პოეტიკის გასაღებიდან, თაწმინდის მთვარიდან სიტყვებია რა. და თუ მეფეა, ესე იგი მეფის საცხოვრისი არის სასახლე და პოეტის საცხოვრისი არის პოეზია, ესე იგი სიმბოლისტურად გალაკტიონის სასახლეები წარმოადგენს პოეზიას. ესე იგი, როდესაც დადგება ნოემბერი, ბაღებში მოკვდება ყვავილები. მაისი, ივნისი და ივლისი და მაისში, ივნისში და ივლისში დაბადებული ყვავილები ნოემბერში მოკვდებიან ბაღებში. ბაღები აქედან გამომდინარე წარმოადგენს სასაფლაოებს. აი კიდევ ერთი სიმბოლიზმის ნიმუში გალაკტიონთან, ბაღები როგორც თავისთავად მშვენიერი და არაჩვეულებრივი სივრცე და სიტყვა წარმოადგენს სიმბოლოს ყველაზე უფრო მარადიული რამისა, ასე ვთქვათ, ესე იგი საფლავის. გალაკტიონის ლექსებში ჩვენ ვხედავთ პროცესს, როგორ იბადება და როგორ კვდება სიცოცხლე, ანუ პოეზია, ესე იგი მშვენიერება და როგორ ენაცვლება სიკვდილი და სიცოცხლე ერთმანეთს და ეს კრებულიც, ასე ვთქვათ, უმთავრესად აი ამის მთავარ სახეს წარმოადგენს. მარადიულ ცვალებადობას, ციკლს სიკვდილისა და სიცოცხლის თანაარსებობისა. თუ ეს ყველაფერი ასეა და თუ გალაკტიონის სიმბოლიზმში ეს ყველაფერი ასეა, მაშინ ახლა ჩვენ გადავიდეთ იმ ლექსის ანალიზზე, რომელიც თავიდან ვახსენეთ. გალაკტიონი ლექსი იწყებს ასე. დგება თეთრი დღეები. რა არის თეთრი დღეები? აი ამ პერიოდში და ახლა ნელ-ნელა ჩვენ დავინახავთ ამ თეთრ დღეებს, როცა ერთ დღესაც საღამოს გამოხვალთ სახლიდან და პეიზაჟის ფერი იქნება შეცვლილი, იქნება ის უფრო ნათელი, უფრო თბილი და ამ სითბოს გაუჩნდება სუნი. ჩვენ ვიგრძნობთ, ჩვენი სული იგრძნობს, რომ დგება გაზაფხული. და ეს ბედნიერება ყველა ჩვენგანს ჩაგვეღრება სულში. და თუ ყველა ჩვენგანს შეგვიძლია ამის განცდა, ახლა უბრალოდ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორ შეუძლია ამის განცდა პოეზიის მეფეს. პოეზიის ღმერთს, რომლისთვისაც გაზაფხული არის ხელახალი დაბადების პერიოდი. და ნახეთ, როგორი სიტყვით არის გამოხატული. კი არ გვეუბნება დადგა თეთრი დღეები. არამედ დგება თეთრი დღეები. ესე იგი, როგორც კი იგრძნო
რომ გაზაფხული მოდის, იმ წუთში მოუნდა მოგვიყვეს ჩვენ და გაგვიზიაროს ჩვენ, გვითხრას ის ბედნიერება და სიხარული, ის სითბო, რომელიც იღვრება სულში და აი როგორი ხმა აქვს, ესე იგი, როგორი სიხარული მოდის პირველივე სიტყვებიდან, დგება თეთრი დღეები, ომახით ნათქვამი სიტყვებია, ბედნიერებით ნათქვამი სიტყვებია და როცა დგება თეთრი დღეები, მოდის რიდეების სეზონი. რიდეების სეზონი პირდაპირ რო განვიხილოთ, ჯერ არასიმბოლისტურად, არის სწორედ ის სამშვენისი ქალებისათვის, რომლებისაც, ესე იგი, განსაკუთრებით არისტოკრატიულ ეპოქებში, ასე ვთქვათ, ფეოდალურ ეპოქებში ატარებდნენ ქალები, მაგრამ დღესაც ხანდახან შევხვდებით ხოლმე ამას ჩვენ ოპერის თეატრებსა თუ სადღაც სხვა ღირსშესანიშნავ დღესასწაულებზე ქალებს რიდეებით, ანუ ესე იგი, ჩამოფარებული რაღაც გამჭვირვალე მატერიით, დაფარულ სახეებს, არა? მაგრამ ახლა ეს გასაგებია, რასაკვირველია, ამასაც აღნიშნავს რიდეების სეზონი დგება, რომ ახლა ქუჩებში ივლიან ლამაზი ქალბატონები, რიდეებ ჩამოფარებული. რას ნიშნავს ეს სიმბოლისტურად? ამისათვის ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ვერლენი, რომელმაც ერთხელ ასე თქვა, რომ პოეზია ეს არის ლამაზი თვალები დაფარული რიდეების მიღმა. ესე იგი, თუ ახლა ჩვენ აი ამ ვერლენის ორ ფრაზას, რომელიც ვახსენეთ ჩვენ დღევანდელ საუბარში, გავაერთიანებთ, მივიღებთ ასეთ რამეს, რომ პოეზია არის რიდეებს ამოფარებული თვალები და სიმბოლისტური პოეზია არის რეალობის მთავარი ნიუანსები. ესე იგი, სიმბოლისტური პოეზია და ზოგადად პოეზია და ალბათ ამას გალაქტიონიც ეთანხმება და ჩვენ ნახავთ ამის მაგალითებს და ჩვენ რასაც ვიტყვით იმის გარდა კიდევ უამრავი მაგალითი იარსებებს გალაქტიონის პოეზიაში თუ როგორ ეთანხმება ის თავისი პოეტური სახეებით ვერლენის აი ამ ფორმულას, რომ პოეზია ეს არის რიდეებს ამოფარებული ლამაზი თვალები, ნიშნავს თურმე იმას, რომ პოეზია ჩვენ გვესაუბრება მიღმიერ სამყაროში არსებული გენიალური მიღმიერ სამყაროში არსებული ჭეშმარიტებების შესახებ, თუმცა არ გვიმჟღავნებს ამას ბოლომდე. გალაქტიონის პოეზიაში რიდეს აქვს უამრავი სინონიმი. ფარდა ძალიან ხშირად არის მისი სინონიმი. მისი სინონიმი ხშირად შეიძლება იყოს დოლბანდი, ბურუსი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნისლი, რა თქმა უნდა, და ამავდროულად კიდევ აი მე მოგაგონებთ გალაქტიონის პოეზიიდან უმთავრეს სიტყვებს, ერთ-ერთ უმთავრეს სიტყვებს, ძვირფასო ხედავ შენ ხელებს, უღონო დახილს თოლთა დაფნაში, იელვებს კრთება და კვლავ იელვებს შენი მანდილი ამ უდაბნოში. აი ესეც სწორედ წარმოადგენს ვერლენის აი ამ ორი ფრაზის პოეტურ თანხმობას ვერლენის ამ ორ ფრაზასთან, იმასთან დაკავშირებით, რომ ნახეთ, ესე იგი ყველაზე სასურველის თოვლი არის ეს ლექსი, რომელიდანაც ჩვენ ახლა მოვიყვანეთ ფრაზა. ყველაზე სასურველს საყვარლის ხელებს გალაქტიონი უმზერს ჯერ თოვლის დაფნებით დაბურულს, ასე ვთქვათ, და ამის შემდეგ კიდევ ერთი საბურველი არის რიდე, რომლითაც იგი არის შემოსილი და ესე იგი ეს არის ტიხარი, რომელიც ჩვენ ასე ვთქვათ გვიცავს აი იმ დიდი ჭეშმარიტების დანახვისაგან. რაში გჭირდება დაცვა აი ამ ყველაფრისგან? აუცილებლად გჭირდება ამ ყველაფრისგან დაცვა, იმიტომ რომ იმ რიდეს მიღმა არის ისეთი სამყარო, რომლის დანახვა აქაური პერსპექტივიდან ან შეუძლებელია, ან არ შეიძლება. როგორც წეგანო ახსენეთ, არა, ქრისტემ რაც უთხრა თავის მოწაფეებს, რომ ღვთაებრივი ჭეშმარიტებების პირდაპირ გამხელა ადამიანური გონებისათვის, ესე იგი, აი ამ ქვეყნიურ რეალობაში, წუთი სოფელში,
საწუთროში, ესე იგი ედემიდან გამოდევნილ ადამიანის სამყოფელში არ შეიძლება. ამაზე გალაქტიონი სხვაგანაც მიანიშნებს, მას აქვს ერთი უთარიღო და უსათაურო ლექსი, რომელიც მის სიცოცხლეში არც კი დაბეჭდილა. ეს ლექსი არის ასეთი: სანამ წვიმა გადივლიდეს, გზები გამშრალდებოდეს, ნუ მოაცლით ციურ რიდეს, რომ ბურუსში ჩნდებოდეს, თითქოს სული სადმე ვლიდეს, დაგულს ცეცხლისდებოდეს, სანამ წვიმა გადივლიდეს, გზები გამშრალდებოდეს. ამ ლექს ზურაბ იკნაძემ მიუძღვნა სპეციალური წერილი გალაქტიონის ცეცხლი და ბურუსი, ასე ქვია ამ წერილს, იგი დაიბეჭდა გალაქტიონოლოგიის პირველ ტომში. და სწორედ აი ამ ფრაზის თანხვედრას პოულობს ზურაბ იკნაძე ვერლენის აი იმ ცნობილ სიტყვებთან, რომ პოეზია არის ლამაზი თვალები ამოფარებული რიდეების მიღმა. რას გვეუბნება ამ ფრაზით გალაქტიონი, ნუ მოაცლი ციურ რიდეს, რომ ბურუსში ჩნდებოდეს. ციურ რიდეს ნუ მოაცლი, რომ ბურუსში ჩნდებოდეს, პირდაპირ რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ გულისხმობს გალაქტიონი რასაკვირველია მზეს. მაგრამ გალაქტიონი ჩვენ გვაფრთხილებს. ეს თავის თავს კი არ უფრთხილდება, ეს კი არ არის სახე, რომ აი მე მიყვარს და მომწონს ბურუსში გახვეული მზის ცქერა და მაგიტო ნუ დამირღვა ამიდილე. არა, ამით ჩვენ გალაქტიონი ჩვენ გვაფრთხილებს, რომ მზის პირდაპირ შეხედვა არ შეიძლება. ესე იგი, როგორც მზის პირდაპირ შეხედვა არ შეიძლება, ასევე არის შეუძლებელი იმ მიღმიერი სამყაროს, იმ რაღაცა ღვთაებრივი სამყაროს პირდაპირ შეხედვა, სახიფათოა იმ ღვთაებრივი სამყაროს პირდაპირ შეხედვა, რომელიც შეუძლია პოეზიას გამოხატოს. ესე იგი, რა გამოდის პრინციპში, რომ ესე იგი პოეზია არის ენა და პოეზია არის აზროვნების ისეთი ტიპი და საშუალება, სიმბოლისტური პოეზია განსაკუთრებით, რომელსაც აქვს მინიჭებული უფლება გაამჟღავნოს ის მიღმიერი, რაც დაფარულია რიდეებით. მაგრამ სრულად არც მას არ აქვს ამის გამჟღავნების უფლება და ამიტომ ისინიც ამას რიდის მიღმა მალავენ. არის ასეთი იგავი ერთი, სადაც შეგირდი ოსტატს ეკითხება, რატომ ცდილობს ღმერთი დამიმალოს თავისი სახე და ოსტატი პასუხობს, თუ კი გიმალავს, ეს ხომ უკვე მისი არსებობის მტკიცებულებაა. ესე იგი, სიმბოლისტური პოეზია იმ შვენიერებაზე გველაპარაკება ამ შვენიერების არაღნიშნის გზით. ესე იგი, ზუსტად აი ეს რაც დასაწყისშივე ვთქვით, რომ არა მთელი სურათი, არამედ მხოლოდ ნიუანსები, რომლითაც ჩვენ ვხედავთ, რომ იმ ნიუანსების, აი ამ შესანიშნავი ნიუანსების მიღმა არის, ესე იგი, ეს ნიუანსები გამოხატავენ იმას, რისი დანახვა და ჩვენებაც შესაძლებელია და აქ ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ, რამხელა სილამაზე და მშვენიერება არსებობს იმ დანარჩენში, რომლის ნიუანსებში გამოხატვაც კი შეუძლებელია თურმე. მაგრამ მაინც ახლა რატომ არის ეს რიდე აუცილებელი და რისგან გვიცავს ჩვენ ეს რიდე? ესე იგი, ერთხელ ქართულ პოეზიაში ეს რიდე აიხადა. და ეს გახდა მიზეზი, ესე იგი, და იმ რიდედან ისეთი ენერგია გამოვიდა, რამაც წარმოშვა თავარი ქართული ტექსტი, ანუ ვეფხისტყაოსანი, რას გულისხმობ, როცა ვამბობ ეს რიდე აიხადა, როდესაც ფარსადანმა მოკიდა ხელი ტარიელს და უთხრა, წამოდი ნესტან დარეჯანი განახო, აი იქ ამბობს ტარიელი, ასმათ ფარდაქსა აზიდნა, გარევდე მოფარდაგულსა, ქალსა შევხედე ლახვარი, მეცა ცნობასა და გულსა. ამის შემდეგ ტარიელს რაც დაემართება ამ რიდეს მიღმა არსებული მშვენიერების პირდაპირ შემხედავ ადამიანს, ეს ყველა ჩვენგანმა ძალიან კარგად იცის. ვინც გაბედა ეს რიდე აეწია, ანუ რუსთაველმა შექმნა საუკეთესო პოეტური ტექსტი მსოფლიო ლიტერატურაში. ეს იცის გალაქტიონმა და სწორედ აი ამ რიდეებზე გველაპარაკება. ესე იგი, როცა
დგება თეთრი დღეები, დგება იდეების სეზონი. ესე იგი დგება პოეზიის სეზონი, არტისტული ყვავილების სეზონი. ახლა ხელახლა დაიბადნენ აი ამ ორ სტროფში ხელახლა დაიბადნენ არტისტული ყვავილები. ესე იგი, გალაქტიონმა ჩვენ ახლა თავის ტრადიციული ციკლი აღგვიწერა, რომ დადგა გაზაფხული, მოვიდა პოეზიის დრო, თეთრი დღეები თენდება და ამოვიდნენ უმიზეზო ორხიდეები. და ორხიდეებთან ერთად ამოვიდნენ სხვა არტისტული ყვავილები. და მე გვიყვება როგორია, ასე ვთქვათ, ახლა პოეტის მდგომარეობა. რა არის, ასე ვთქვათ, ესე იგი, რა შესაძლებლობებს იძლევა ეს თეთრი დღეები. ლაჟვარდების კიდეო დაბურულო ზმანებით. აი ამ ეს თეთრი დღეები რო დგება, აი ეს იძლევა შესაძლებლობას ლაჟვარდების კიდეს გავხედოთ, რადგან იქამდე აი ამ ეს ლაჟვარდების კიდეები ზამთრის ბურუსებით არის მოცული და ამიტომ იმის დანახვა, ესე იგი კიდე, ესე იგი ყველაზე შორეული ადგილის ჰორიზონტზე არ არის აქ საუბარი სხვათა შორის, აქ საუბარი არის სიღრმეზე და არა სიგრძეზე, სწორად რომ წარმოვიდგინოთ, ესე იგი გალაქტიონი გველაპარაკება, რომ ლაჟვარდების სიღრმეში გახდება და არა დაუშვათ იმ ჰორიზონტს მიღმა. ლაჟვარდების კიდეო დაბურულო ზმანებით. ესე იგი ის რაც ლაჟვარდების კიდეს იქით არის, რაც ლაჟვარდების კიდეზე მოსჩანს, შესახედი არის და სამზირალი მხოლოდ ზმანებებით, აი ისევე როგორც იელვებს კრთება და კვლავ იელვებს შენი მანდილი ამ უდაბნოში. აი ასე წამიერი მშვენიერებებით არის სამზერი ეს ლაჟვარდების კიდე, ესე იგი ზმანებებით არის დაბურული, ესე იგი ძალიან მოკლე დროის ერთეულებით არის დაბურული, ასე ვთქვათ. ესე იგი იმდენად ეს ჭეშმარიტებები, ეს რაღაც მიღმიერი მშვენიერებები იმდენად მცირე ხნით გაკრთებიან და იელვებენ, რომ ეს პრინციპში ესეც მისი საბურველია, ასე ვთქვათ, ხო? და ჩვენ მივადექით ალბათ მსოფლიო პოეზიაში ყველაზე უცნაურ სახეს. მე ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო უცნაური, ვიდრე არის ეს სახე ლურჯო მონტევიდეო ვიწრო ხელთათმანებით. რისი სიმბოლო შეიძლება იყოს ლურჯი მონტევიდეო? საერთოდ პოეტური სიმბოლოები, პოეტური ფრაზები რომ აიხსნას, უპირველესი გზა არის, რომ ის დეკონსტრუირდეს, ასე ვთქვათ, დეკონსტრუირდეს ნიშნავს, რომ დაიშალოს და ცალ-ცალკე სახეებად მისი მთლიანობა ეს მას უნდა მოშორდეს მხატვრული საბურველი, რიდე და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება, ასე ვთქვათ, უბრალო ადამიანისთვის მისი გაგება შესაძლებელი. ეს გავს პრინციპში რეალურ ცხოვრებასაც, რეალურ ცხოვრებაში, ანუ ასე ვთქვათ, ჩვენს ყოველდღიურობაში, რუტინულ ცხოვრებაში არის საგნები, რომლებიც დაშლა არის შესაძლებელი და არსებობს ასევე საგნები, დაუშლელი კონსტრუქციები. გალაქტიონის აი ეს ფრაზა ერთგვარად რო შევხედოთ, ლურჯი მონტევიდეო ვიწრო ხელთათმანებით, არის დაუშლელი კონსტრუქცია. ესე იგი, ვერ დეკონსტრუირდება ერთი შეხედვით მისი არსი. და რა თქმა უნდა, ასეც რჩება ბოლომდე, იმდენად, რამდენადაც მის მიღმა ჩვენ ერთ სიმბოლოს ვერ დავინახავთ. უბრალოდ გალაქტიონი ეცადა, მე მგონი, უბრალოდ გალაქტიონი ეცადა წარმოეჩინა თუ რამდენად შორია ის ლაჟვარდების კიდე, რომლის მიღმა კიდევ იწყება ნამდვილი მშვენიერება და ეს გამოგვიხატა გეოგრაფიულ სახელში, რომელიც ძალიან შორია და რასაკვირველია ბგერწერით ულამაზესი მონტევიდეო და შემოსა იგი ვიწრო ხელთათმანებით
და ესეც არის ერთგვარი რიდე იმისა, რომ ესე იგი იმ სამყაროს შეხება, არა მარტო შეხებაც კი შიშველი ხელებით ძალიან სახიფათოა, ძალიან სათუოა, ასე ვთქვათ, ადამიანისათვის და კიდევ ეს სახე შეიძლება რას წარმოადგენდეს, იცით რომ ესე იგი იქ არსებული იმიჯების და იქ არსებული მშვენიერების აღწერა თითქოს ისევე შესაძლებელია. ესე იგი გალაქტიონმა ისურვა ჩვენ აღვიწეროს სიტყვით თუ რამდენად შეუძლებელია სიტყვებით იმის აღწერა რა მშვენიერებებიც არის ლაჟვარდების კიდის მიღმა და ეცადა წარმოედგინა რომ როგორი შეუძლებელიც არის მხატვრული სახე ლურჯო მონტევიდეო ვიწრო ხელთათმანებით, აი ეს გამოხატავს ვერ გამოხატვის შესაძლებლობას. ესე იგი ეს მხატვრული სახე არის მცდელობა გამოხატო ვერ გამოხატული და ვერ გამოსახატი სიტყვაში. მას მერე რაც ამ ლექსში მივაღწიეთ ყველაზე მაღალ წერტილს, ყველაზე მაღალ რეგისტრს, აპოთეოზს, რაც მივაღწიეთ აპოთეოზს, გავიხედეთ ან ვეცადეთ ყოველ შემთხვევაში გაგვეხედა ლაჟვარდების კიდეს მიღმა, ახლა უნდა მოხდეს ის, რაც არის სიკვდილისა და სიცოცხლის მარადიული ცვალებადობის პროცესი, ახლა უნდა მოკვდეს მშვენიერება, ესე იგი ის, რაც დაიწყო მაისში, ივნისში და ივლისში და მოკვდა ნოემბერში, ნოემბრის ბაღებში, ახლა უნდა მოკვდეს ამ ლექსშიც, ანუ მშვენიერება, ანუ არტისტული ყვავილები, ანუ გაზაფხული, ანუ თეთრი დღეები უნდა მოკვდეს და კვდება ასე. სულში ნისლის ტბებია და ქაოსის მხატვარი. ესე იგი, ჩვენ ვიცით რა, როდის არის გალაქტიონის სულში ნისლი, როდესაც გალაქტიონის სულში არის თოვლი. ძვირფასო სული მევსება თოვლით, დღეები რბიან და მე ვბერდები. სული ევსება გალაქტიონს თოვლით და ის ხდება იანვრის მოძმე. ლექსიდან თოვლი. ასევე სწორედ ახლაც დადგა ზამთარი, მოკვდნენ არტისტული ყვავილები და დადგა სულში ნისლის ქაოსი. ნისლმა ისევ გახადა შეუძლებელი ლაჟვარდების კიდეს უცქიროს პოეტმა და დაიწყო ქაოსი. დაიწყო ენტროპია. ენტროპია ეს არის წესრიგის მუდმივი არევის მარადცვალებადი, მარადიული პროცესი. დაიწყო ენტროპია. ენტროპია ეს არის თოვლი. მოვიდა თოვლი, დადგა ზამთარი. და ახლა გალაქტიონი გვეტყვის თავის ყველაზე ფაქიზ შეგრძნებას. აი, როდესაც დადგება ზამთარი, სულში იქნებიან ნისლის ტბები და დაიწყება ქაოსი და ის პოეტი, რომელიც უმზერდა ლაჟვარდის კიდეს, გახდება ქაოსის მხატვარი, ეს შეგრძნება გადმოითარგმნება ასე. სადაც ვეღარ თბებიან ფრთები ნამკათათვარი. ფრთები ნამკათათვარი, ესეც პრინციპში შესაძლებელია ეს სახე დაიშალოს, მაგრამ საცოდაობაა ალბათ კაცმა ასეთი რამე გააკეთო, აი ეს სიტყვა, რომელიც შექმნა ალბათ გალაქტიონმა, ნამკათათვარი ფრთები დაშალო მხატვრულ სახეებად, მაგრამ ეს არის, ასე ვთქვათ, ლიტერატორების სასჯელიც, რომ იმისათვის, რომ ჩვენ რაღაცეები განმარტოთ და ავხსნათ, რაც ჩვენ გვესმის, ამისათვის ხანდახან ცოდვები უნდა ჩავიდინოთ. მე მყავდა ერთი გენიალური მასწავლებელი, რომელიც როდესაც ტექსტებს გვასწავლიდა და დეკონსტრუქტივიზმის მეთოდს მიმართავდა, ის საერთოდ არ ამბობდა ხოლმე, რომ ეს დეკონსტრუქტივისტული მეთოდია, უბრალოდ ჩვენ მაშინ ჯერ კიდე ლიტერატურაში გაუცნობიერებელ ხალხს გვასწავლიდა და უნდა დაეშალა, ასე ვთქვათ, მხატვრულ სახეებად ეს ლექსები, მანამდე ღმერთს ახედავდა ხოლმე და ეტყოდა მაპატიე, რასაც ჩავდივარ,
გასაკვირველი ხუმრობით აკეთებდა ამას, მაგრამ აი ეს მართლა ნამდვილად ასე არის, საცოდაობაა კაცმა ხელი მოკიდო ახლა და დაშალო ეს არაჩვეულებრივი სახე ნამკათათვარი ფრთები, მაგრამ ჩვენი სახე უნდა დავშალოთ იმისათვის, რომ მივხვდეთ რა გრძნობაა გალაქტიონისათვის მოშორდეს შესაძლებლობას ლაჟვარდოვანი კიდეების ცქერისას. ეს წარმოიდგინეთ ახლა თქვენ რას ნიშნავს, რომ ესე იგი უყურებ სამყაროში ყველაზე სასურველს და მერე ბრმავდები და როგორ გინდა ისევ უცქერდე. აი ეს მარადიული ციკლია გალაქტიონის პოეზიაც და აი ზუსტად ის რომ როგორ გინდა უცქერდე მარადიულად, აი სწორედ ის სიხარულია მერე რითიც ეს საჭიროა იმისათვის რომ მერე სწორედ ის სიხარული ხელახლა და დაბადებისა დადგეს როგორც იწყება ეს ლექსი ხო რომ დგება თეთრი დღეები სიხარულით ნათქვამი სიტყვები. ფრთები ნამკათათვარი არის რა თქმა უნდა მკათათვე გამოვლილი, მკათათვე არის ძველი ქართული სახელი ივლისისა. ივლისი არის პერიოდი განსაკუთრებული აყვავებისა, სამყარო განსაკუთრებით აყვავებულია ივლისში და გალაქტიონის სულის გამოვლინება, ესე იგი ფრთები ივლისში ყველაზე გამთბარი ვეღარ გათბება, ვერაფერი ვეღარ გაათბობს ივლისში გამთბარ ფრთებს. ეს ფრთები არის სწორედ ის ფრთები, რომლითაც გალაქტიონ ტაბიძე დაფრინავს აი იმ ლაჟვარდოვანი კიდეების მიღმა და ჩვენ ვიცით ეს რომელი ფრთებია, რომელსაც იგი უხმობს, ასე ვთქვათ, თავის ლექსში ქებათა ქება ნიკორწმინდას, ფრთები გვინდა კიდევ, ფრთები გვინდა დავეუფლოთ სივრცეს ნიკორწმინდა. აი ეს ფრთებია, რაც არის გალაქტიონის ფრთები და აი ნახეთ როგორ მთავრდება ეს ლექსი. ეს ლექსი მთავრდება სწორედ ისე, როგორც რაინერ მარია რილკემ თქვა, რომ ყველაზე პოეტურია, ყველაზე არაპოეტურია თქვა, რომ აი აქ არის დასასრული. ეს ლექსი არ მთავრდება, როგორც არ მთავრდება ქართულ პოეზიაში ბევრი ლექსი გალაქტიონთან, როგორც არ მთავრდება მერანი, რადგან მერანი დასასრული, ასე ვთქვათ, სიტყვიერი დასასრული არის მერანის დასაწყისი და გალაქტიონის ამ ლექსის სიტყვიერი დასასრული არის მოლოდინი იმ სიხარულისა, რომელიც სიხარულითაც მერე ხელახლა იტყვის პოეტი დგება თეთრი დღეები. ეს ლექსი ალბათ მეორე სხვა ლექსით მთავრდება, სადაც გალაქტიონი იტყვის ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი.